რა აქვთ საერთო ნაცისტებს და დაგეგმილი მშობლობის ორგანიზაციას? შენ მითხარი. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. მე დროის მოგზაური ვარ 25 წლიდან და აქ მოვედი რომ მოკლა ჰიტლერ. ისევ არა. არასდროს მეყოფა დრო ამ ნახატების დასასრულებლად. ამდენი დროის მოგზაური ცდილობს ჩემს მოკვლას. კარგი, მე აუცილებლად შევძლებ ამას. სანამ გასვლას მოახდენთ, შეიძლება გკითხოთ, რატო? რატო გინდათ ყველას ჩემი მოკლა? ქანა ეს აშკარა არ არის. მე პროგრესული ვარ, ლიბერალი, სოციალური სამართლიანობისთვის მებრძოლი. და შენ ფაშისტი ხარ, რომელმაც ტერორის რეჟიმი დაამყარა. და მიუხედავად იმისა, რომ შენი პოლიტიკის შედეგებმა 10 წლეულების განმავლობაში მსოფლიო გაანადგურა, მალე ჩვენ შევძლებთ თეთრ სახლზე კონტროლის დაბრუნებას და შევძლებთ მთავრობის გამოყენებას, რათა ხალხი ჩვენი დიდი იდეების შესრულებას დაუძათი. შენ გინდა გამოიყენო მთავრობის ძალაუფლება, რომ შენი იდეები მოსახლეობას ძალით მოახვიო. მეც ეს. რა? ეს არის შოუ. გულისხმობ ვინც ეს დაწერა, ნამდვილი გენიოსია და რა თქმა უნდა ეს არის The Babylon Bee, რომელიც ელონ მასკმა გააზიარა. აბსოლუტურად ბრწყინვალეა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბუშბეკში, მეგობრებო. კარგი, ნახოთ სად მიგვიყვანს ეს. არა. შენ და მე არაფერი გვაქვს საერთო. რასაც ვამბობ არის ის, რომ ჩვენს დროში არიან ადამიანები საშიში იდეებით და ჩვენ უნდა გავაჩუმოთ ისინი. გააჩუმო ისინი, ვინც არ გეთანხმება. მეც ასე ვიქცევ. შესანიშნავია. ნაცისტური მოძრაობა ჩემთან ერთად არ მოკვდება. ესე ნუ მელოპარაკები. მე განათლებული ვარ და შენ ისეთივე ცუდი ხარ, როგორც ჰიტლერი. მოусმინე, რასაც ვცდილობ თქვა ისაა, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უტოპიის განხორციელებასთან, თუ შევძლებთ ზოგიერთი არასასურველი ადამიანების ჯგუფის მოშორებას. დიახ, გულისხმობ იმას, რომ ალბათ ვიცინებდი, რომ არა ის ფაქტი, რომ შინაგანად ვდირი. ეს ებრაელებია. დიახ, როგორც ებრაელები. ასე რომ მომავალში შენც არ მოგწონს ებრაელები. არა, ესე არ არის. მაგრამ ჩვენ არ ბჯერა ყოველა რასისგან ცალკევების როგორც თქვენ. გულისხმობ გარდა მაგალითად გამოსაშვები ცერემონიებისა და საერთო საცხოვრებლებისა. და დასაქმების პრაქტიკები. და მიღების პოლიტიკა. ესეთი რაღაცები. მეც მომწონს სეგრეგაცია. მე ბოდიში. უნდა გკითხოთ. ეს ნამდვილი ცეცხლსასროლი იარაღია თუ რაღაც სათამაშოა ბოდიშით? ეს სიგნალურია. ცდილობ არ დაუჭირო მხარი ამერიკის თოქსიკური იარაღის კულტურას. მტკიცედ მჯერა იარაღის კონტროლის. იარაღის კონტროლი. ესეც ჩემი იდეებიდან ერთ-ერთი იყო. აუგზავნეთ ისინი ანასასურველებს. დიახ, აქ შეხედეთ. და შენი პერანგი. ეს ორგანიზაცია დაარსა მარგარეტ სანგერმა. დიახ? იცით მარგარეტ სანგერის შესახებ? ჭავოლ, რა თქმა უნდა. ის ძალიან საყვარელი ადამიანია. მე არ ვიცი შენზე, მაგრამ ეს ვიდეო ძალიან უხერხულად მაგზნობინებს თავს. არა. ის იბრძვის რეპროდუქციული უფლებებისთვის, ქალთა გაძლიერებისთვის და არასასურველი მოსახლეობის აღმოფხვრისთვის ევგენიკის საშუალებით. ბრწყინვალე ქალბატონი. ძალიან შთამაგონებელია. მისი ზოგიერთი იდეა აუცილებლად უნდა გამოვიყენო ჩვენ სოციალიზებულ ჯანდაცვის სისტემაში. სოციალიზებული ჯანდაცვა? ეს შენი საქმე არ არის. ეს ჩვენი საქმეა. არა, ეს ნამდვილად ჩემი საქმეა. იცოდი, რომ ნაცი ნიშნავს ნაციონალ-სოციალისტურ გერმანიის მუშათა პარტიას. ნაცი უბრალოდ უფრო დასამახსოვრებელია. დემოკრატი სოციალისტური რაღაცა პარტია ბიჭებო. ხო. ვინმე ხვდება ამ გენიალურობას? ნაცი. უბრალოდ მარტივად ითქვის. არა. ეს არ შეიძლება იყოს სიმართლე. ეს რაღაც შეცდომა უნდა იყოს. ჩვენ არაფრით ვბავართ ერთმანეთს. შენ ხარ ადოლფ ჰიტლერი, ბუროტი მემარჯვენე ფაშისტი დიქტატორი და მე ვარ ფემინისტი, აღდგენითი სამართლიანობის დამცველი და ვეგეტარიანელი. შენ ვეგეტარიანელი ხარ. მეც. კარგი. ეხლა ძალიან დაბნეული ვარ. აქ მოვედი ერთი ნათელი მიზნით. მომეკლა ყველაზე ბოროტი პანდა, ვინც კი ოდესმე ცხოვრობდა. რონალდ რეიგანის გარდა. მაგრამ ეხლა როცა პირადად გხვდები, სულაც არ ხარ ისეთი როგორიც მეგონე. და შენი ნახატი სინამდვილეში ძალიან კარგია. რას ეძახი მას? მე მას ვეძახი ein Reich ohne Juden. ვაუ! არ ვიცი რას ნიშნავს ეს, მაგრამ ძალიან ლამაზად ჟღერს.
მართლა ესე. ხო ესეა. აი ხო ხედავ, სწორედ ამიტომ უნდა ებრძოლო ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა DSA. და ამ გიჟურ იდეოლოგიებს, რომლებმაც თავი ისე კარგად წარმოაჩინეს, მაგრამ სინამდვილეში ზუსტად ისეთივეა, როგორც ის გიჟური იდეოლოგიები, რომლებმაც მილიონობით და კიდევ მილიონობით ადამიანი მოკლეს თავის დროზე. გულისმობ, ესეთი შინაარსი 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა უნდა ნახოს. ეს უნდა ნახოს ასობით მილიონმა ადამიანმა, რადგან ეს გადლევს გააზრების საშუალებას თუ რა სიგიჟესთან გვაქვს საქმე. ისინი ნაცისტურ იდეოლოგიებს ეთანხმებიან. ეს გადაჭარბება არ არის. უბრალოდ მოусმინეთ, რას ამბობს ეს ადამიანი, რომელიც DSA-ის თანათავმჯდომარეა. ეხო ეკრანზე გამოვიტანთ რამდენიმე საკითხს, რომლებიც თქვენი პლატფორმის ნაწილია. მართალია თუ არა ეს? სენატის გაუქმება. მართალია. კარგი, შეცვალოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი და უზენაესი სასამართლო მათი დღევანდელი სახით. ჰაუ, ISIS გაუქმება. რა თქმა უნდა, გააუქმეთ საზღვრები და მიანიჭეთ ამნისტია ყველას, ვინც ამჟამად ASEAN-ში არალეგალურად იმყოფება. დიახ, როგორც გრძელვადიანი გეგმა. იცი რას ნიშნავს საზღვრების გაუქმება? ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ ერთ დიდ ფერად აურზაურს ვიქცევით. და მიუხედავად იმისა, რომ ნაცისტებმა ეს ცოტა სხვანაირად გააკეთეს, მათ უბრალოდ ქვეყნები დაიპყრეს. მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა საზღვრებს. უნდათ უბრალოდ დაეპყროთ და მთავრობა გაეუქმებინათ. მოდი მოვიშოროთ, გავანადგუროთ. მოდით გამოვიყენოთ მთავრობა იმისთვის, რომ ძალაუფლებაში მოვიდეთ და შემდეგ მოვიშოროთ ის ადამიანები მთავრობიდან, ვინც არ მოგწონს, ზუსტად ასე მოიქცნენ ისინი. და დაიმახსოვრე, არსებობს მიზეზი, რატომაც ეს ადამიანები მუდმივად ებრძვიან ისტორიას. რატომ არიან ისინი ასე შეპყრობილები კედიის მხატვრობების ჩამოხსნით და წარსულის ხელახლა გადაწერით, რომ ყველაფერი მსხვერპლისა და არა მსხვერპლის ჭრილში წარმოაჩინონ? იცი რატომ? იმიტომ რომ მათ იციან, თუ ისტორიას დააკვირდები, შედარებები აშკარად თვალსაჩინო ხდება. თუ ისტორიას დააკვირდები, ისწავლი ისეთ საბაზისო რამეებს, როგორიცაა ის, რომ სოციალიზმი ძალიან საშიშია და ნაცისტური იდეოლოგიებით საუგიებით საშიშია. მაგრამ თუ შეგიძლია სიმართლე დაუმალო ხალხს, ისინი აღარ უყურებენ იმას, რაც წარსულმა ასწავლა და იჯერებენ ყველაფერს, რასაც წინ დაუდებენ. ეხლა როცა ვამბობ, რომ DSA იქცევა როგორც ნაცისტური პარტია, იხენებს დემოკრატიულ სისტემას, იხენებს იმ სისტემას, სადაც შეუძლიათ არჩევნებში გაიმარჯვონ და შემდეგ ყველაფერი სრულად შეცვალონ, არ ვაჭარბებ. უბრალოდ მოусმინეთ ასან პაიკერს. ეს სიგიჟეა. დემოკრატებს, რომლებიც კომპრომისზე მიდიან, ურიგდებიან და ღალატობენ. აღარასდროს დემოკრატებს, რომლებიც ითანამშრომლებენ ფაშისტებთან, დააფინანსებენ ICE, დააფინანსებენ ისრაელს, დაეხმარებიან პლანეტის მოწამვლაში, მუშებს გადააგდებენ და დამსაქმებლებს დაეხმარებიან. გულისხმობ, შეხედა მის ტანსაცმელს. შეხედა მის ტანსაცმელს. ეს გავს ნაცისტურ ავტორიტარულ ჩაცმულობას, ეს განზრახულია. და მოусმინე რას ამბობს. იცი რამე იმის შესახებ როგორ მოვიდნენ ნაცისტები ხელისუფლებაში? ისინი უყურებდნენ იმ განადგურებას, რაც გერმანიას პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაემართა და დაიწყეს ამ იდეოლოგიის გავრცელება და თითქოს ებრაელები იყვნენ ამ პრობლემების მიზეზი. ებრაელები არიან ყველა პრობლემის შემქმნელები. ებრაელები არიან ქვეყნის განადგურების მიზეზი. და მათ აიყვანეს ადამიანები, რომლებსაც მართლა სჯეროდათ და სურდათ ქვეყნის მხარდაჭერა და დაეხმარნენ მათ, რომ დაებრალებინათ კონკრეტული ჯგუფისთვის ყველაფერი და დაეჯერებინათ, რომ თუ ამ ჯგუფს მოვიშორებთ, ისევ დიდებულები გავხდებით. და როგორ აკეთებდნენ ამას? გერმანიაში დემოკრატიული სისტემის გზით არჩევით და შემდეგ თქვეს, ვინც ამასთან არ არის თანახმა, ჩვენ მას მოვიშორებთ. მათ შემდეგ, როცა ძალაუფლებაში მოვიდნენ, ქვეყანა დიქტატურად გადააქციეს. ზუსტად ამას აკეთებენ ეს ადამიანები და ეს შედარება სიგიჟეა. ვინ დააფინანსებს ICE? ვინ დააფინანსებს ისრაელს? ვინ დაეხმარება პლანეტის მოწამვლაში? ვინ დატოვებს მუშებს ხელფასის გარეშე და დაეხმარება უფროსებს? ასეთი დემოკრატები აღარ გჭირდება. ჩვენ მოვდივართ. ჩვენ ვართ უფროსი. ჩვენ ვართ გზაზე. We will become undeniable. კარგი. თუ გაინტერესებთ რა არის მათი გეგმა და მიზანი, აი ეს არის. ეს არის ის, რაც ხდება და დროა. ხალხმა ეს ნამდვილად გააცნობიეროს. მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.